Kots პროპაგანდონური ტელევიზიები ღნავიან სიხარულისგან კობახიძე ზელენსკი შეხვდა ერევანში გამართულ ევროკავშირის სამიტზე. რაო, კოცებო, აღარ არის კლოუნი ზელენსკი? აღარ ერჩის საქართველოს? თუ Deep State-ის დამარცხებასთან ერთად ეგეც დაამარცხეთ. რა ვიცი, იმ კადრებში რაც გავცელდა, კობახიძე ჩაჯმული ბავშვი იდგას და ზელენსკი უკითხავს ნოტაციებს. ხმა ამოღებული გინახიათ კობახიძე ზელენსკისთან ურთიერთობის დროს კადრებში, არა, ხო? ეს ხო რაღაცაზე მეტყველებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ზელენსკიმ გადასცა გზავნილი. დაინტერესებული ვარ საქართველოს შემოbrunებისკენ ევროკავშირის გზაზე. ასე შემდეგ. ნორმალური ცხოვრებით იცხოვრეთო, იძია ბაბუებო. თორე აგერ ნახეთ პუტინს რას დავმართეთო, ხო? რუსული რეჟიმი საქართველოში ნონსენსია ყველასთვის, მათ შორის უკრაინისთვისაც, რომელიც პუტინს დედის ტრაქს უტყნავს. აღლუმს, სამხედრო აღლუმს ვერ ატარებს შიშით პუტინი, ხო ხედავთ? და შეხედეთ იგი ტუაფსას თავზე ამავალ ბოლს უკვე ერთი კვირა არის. ნავთობ ტანკერების განადგურებით და სარაკეტო კატალღებით ლენინგრადის ოლქში დრონებით წაკუზა. დრონებით პუტინის ეგრეთ წოდებული უძლეველი ურდო. ასე რომ ძალიან კარგია. მიიღეთ გაფრთხილებები, მიიღეთ შემოთავაზებები. საქართველოს ხალხის წინააღმდეგ გავერწახვალთ. ამაში უკრაინაც დაგვიდგება მხარში, ამერიკაც და ევროპაც.